ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან ოფიციალურად გამოაცხადეს, თუ როგორი იქნება მათი ეკონომიკური ომი ირანის წინააღმდეგ. დარქმის ქვეშ აღმოჩნდებიან ირანის უახლოესი მოკავშირეები, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, კატარი, თურქეთი და სხვები, რომლებიც ჯერ კიდევ ვაჭრობენ ირანთან, ან ეხმარებიან თეირანს სანქციები გვერდის ალვაში. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ახლახან გამოაცხადა, რომ აშშ-ში მკაცრ სანქციებს დააწესებს იმ ქვეყნების და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ირანთან ბიზნესს აწარმოებენ. გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებიც ირანს ეხმარებიან, გეგმავენ დოლარის სისტემიდან ამოიღონ. ადრე შეგახსენებთ, ბესენტმა დაანონსა, რომ სწორედ დღეს აშშ გამოაცხადებს იმ სუბიექტების სიას, ვინებზე გავრცელდება ეს სანქციები. და ფაქტობრივად ბესენტმა დღეს ირანის ყველა მოკავშირეს მიმართა მოწოდებით. უარი თქვან თეირანთან თანამშრომლობაზე, სანამ აშშ არ დააწესებს იმ მკაცრ სანქციებს, რომელსაც ბესენტი გუშინ ეკონომიკურ დღედ მოიხსენიებდა. ასევე ბესენტმა მიმართა ირანის ჯარისკაცებს, რომ მათ თვითონ მოაწყონ გადატრიალება თეირანში. მაგრამ მთლიანობაში ეს სასწრაფო ბრიფინგი სკოტ ბესენტის მხოლოდ აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამჟამად ცდილობს ირანთან მოლაპარაკებების აღდგენას. და სანქციების მუხარა გამოიყენება როგორც ზეწოლის ბერკეტი თეირანზე, რადგან ირანული რეალი უკვე დაეცა იმ დონემდე, რომ 1 ამერიკულ დოლარში 2 მილიონი რეალი. და ბესენტი ჰპირდება, რომ ამ კურსს 3 მილიონ რეალამდე აიყვანს 1 დოლარში. მაგრამ სამწუხაროდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მუხარები ისევ ბლეფად გამოიყურება. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა უარი თქვა პასუხზე, მზად არიან თუ არა შეერთებული შტატები, მაგალითად ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. ეს ნაბიჯი შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩინეთსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ისედაც რთული ურთიერთობები. მაგრამ სწორედ ამ სანქციებს შეეძლო თეირანისთვის უზარმაზარი ფინანსური ნაკადის შეწყვეტა, რადგან სწორედ ჩინეთი ამარაგებს ირანს ფულით. ამავე დროს სანქციები დღეს არ დაწესებულა, ეს მხოლოდ მორიგი მუხარა იყო. ან, როგორც ბესენტმა თქვა, ეს იყო ეკონომიკური გამაფრთხილებელი გასროლა. მაგრამ მოდით ახლა ერთად განვიხილოთ ყველაფერი უფრო დეტალურად, რადგან სულ მცირე უკვე მეტნაკლებად გასაგები ხდება, როგორ გამოიყურება ეს ეკონომიკური ომის მოდელი, რომელსაც ახლა დონალდ ტრამპი სთავაზობს. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწოროთ ეს გამოშვება და არ დაგაუცდეთ კომენტარის დაწერა გამოშვების ქვეშ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა დაახლოებით 9 საათის წინ ჩაატარა საგანგებო ბრიფინგი, სადაც როგორც მოსაუბრებელი იყო, უნდა გამოეცხადებინა ახალი ტოტალური სანქციები ირანის წინააღმდეგ. ეკონომიკური ომის ფაზის ფარგლებში, რომელსაც თავადის დედღედ მოიხსენიებდა, ეს ნაბიჯი მიმართულია ირანის რეჟიმზე ზეწოლის გაძლიერებისკენ არსებული გაურკვევლობის პირობებში, როდესაც არც ომია, არც მშვიდობა და არც შეთანხმება. ამერიკელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ სწორედ მეორეული სანქციების გაფართოება იქნება ირანის წინააღმდეგ ძირითადი მოქმედების კურსი, სულ მცირე ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულებამდე. ამის შემდეგ შეიძლება კვლავ წამოიჭრას ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების საკითხი. და ამას ტრამპის გარემოცვაში უკვე საერთოდ აღარ მალავეთ. ანუ ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებამდე ომს ნამდვილად არ განვაახლებთ. ცდილობთ ირანის სწორედ სანქციები დაუხჭოთ, იმიტომ რომ არჩევნებამდე ეს არ არის მომგებიანი, რათა ღმერთმა არქნას რესპუბლიკელებმა მარცხი არ განიცადონ. აი როცა არჩევნები ჩაივლეს, დიდი ალბათობით ომი ისევ განახლდება. სკოტ ბესენტი ბოლო 10 დღის განმავლობაში დაკავებული იყო PR-ის კამპანიით, რომელიც ეძღვნებოდა ეკონომიკურ დეტრეს ირანის წინააღმდეგ, როგორც საოდე დაარქვა. მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაემუქრა ახალი დამანგრეველი სანქციების დაწესებით, იმკესებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უარს ითქვიან ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე. მაგრამ თავი შეიკავა ახალი მასშტაბური სანქციების ფაქტობრივი დაწესებისგან. შემდეგ მოიყვანს სკოტ ბესენტის ციტატას. შენ მიგოჩნია, რომ ქვეყნებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა არის ჩუმი დიპლომატია და ჩვენ ვამყარებთ თანაბარ პირობებს ყველა ქვეყანასთან. იმისთვის, რომ შევატყობინოთ მათ ჩვენი მოლოდინები, ჩვენ ვიცით ვინ, ისინი იციან ვინ არიან ისინი. შემდეგ კი სკოტ ბესენტმა არნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მომავალში შეიძლება გარკვეულ ქვეყნებს სანქციები დაუწესოს. და რომ აშშ-ში გეგმავს დაადგინოს კონკრეტული ვადები ქვეყნებსა და ირანის რეჟიმს შორის ურთიერთობების შეწყვეტისთვის. ახალი სანქციები მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ციფრული აქტივები,
ტექნოლოგიები და საზღვაო გადაზიდვები. რომლებსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს აზრით ირანი იყენებს თავისი ეკონომიკის შესანარჩუნებლად. თუმცა მიუხედავად ბესენტის დაპირებისა, ირანისთვის ეკონომიკური დღის შესახებ აშშ-ს მაინც თავი შეიკავა. დღეს ყველაზე მასშტაბური სანქციების შემოღებისგან, რომელთაც ისინი ემუქრებოდნენ. ამის ნაცვლად ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ითანამშრომლებს კოლეგებთან მთელ მსოფლიოში, რათა აღკვეთოს მათი საქმიანობა, რომელიც ირანს უკავშირდება. და აქვე ბესენტმა რატომღაც უარი თქვა პასუხზე. მზად არიან თუ არა აშშ ჩინური ბანკების წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან. როდესაც თქვენ გკითხეს, შეეხება თუ არა სანქციები აშშ-ის მთავარ სავაჭრო პარტნიორს, მან მხოლოდ უპასუხა, რომ ციტატა არავინ არის დაზღვეული აშშ-ის სანქციებისგან. გაგახსენებთ უბრალოდ, რომ ჩინეთი უკვე დიდი ხანია ყიდულობს ირანის ნავთობის ექსპორტის თითქმის 90%-ს და ასევე ინარჩუნებს უფრო ფართო სავაჭრო ურთიერთობებს. მაგრამ ბესენტი ვერანაირად ვერ უპასუხა ამაზე. ამბობს, რომ ყველანი, როგორც ამბობენ, ღმერთის წინაშე თანასწორები ვართ. უფრო მეტიც, სკოტ ბესენტის ეს მუქარები ძალიან იაფასიან ბლეფად გამოიყურება. ბესენტმა ამ ბრიფინგზე უარი თქვა. დაესახელებინა კონკრეტული ვადები თუ როდის უნდა გაწყვეტენ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ან წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ რკოს ფინანსურ სანქციებს წააწყდებიან. სამაგიეროდ ბესენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თითქოს უკვე დაუკავშირდა მსოფლიო ლიდერებს კონკრეტული თხოვნებით, რომ ადმინისტრაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ აშშ-სთან თეირანის ეკონომიკური იზოლაციის მიზნით. თუმცა მან უარი თქვა დაესახელებინა ქვეყნები, რომლებთანაც ტრამპს ასეთი კონტაქტი ჰქონდა. საერთოდ ამბობს, რომ თითქოს ყველამ უნდა უარი თქვას ირანთან თანამშრომლობაზე. მაგრამ როდის უნდა გააკეთონ ეს და რა შედეგები იქნება თუ ამას არ გააკეთებენ, არ აკონკრეტებს. ამავე დროს ბესენტმა მიმართა ირანელ ჯარისკაცებს და შემდეგ მოიყვან მის ციტატას. ჩაულებრივ ჯარისკაცებს, რომლებიც ამ რეჟიმს უჭერენ მხარს, რადგან თქვენი ხელფასები სულ უფრო და უფრო ხშირად წყდება, ან თითქოს უბრალოდ იგვიანებს, დაუსვით კითხვა. მიგიყვანენ თუ არა თქვენი მეთაურები თქვენს ქვეყანას გამარჯვებამდე თუ კატასტროფამდე და გაიხსენეთ, რომ ბერლინის კედელი დაეცა, როდესაც ჩაულებრივმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს არესროლათ საკუთარ ხალხს. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, მას შემდეგ რაც ტრამპმა შეგახსენეთ წლის დასაწყისში ბოდიშით მიატოვა ირანში პროტესტის მონაწილეები, ეს მიმართვა საკმაოდ ცინიკურად გამოიყურება. გახსენებთ, იანვარში, როცა იქ პროტესტები მძვინვარებდა და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მოკლეს, ტრამპი საჯაროდ მოუწოდებდა, რომ თითქოს გამოდით პროტესტზე, წადით ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენ თუ რამეა დაგეხმარებით. არ დაეხმარა. როცა დღეს სკოტ ბესონს უთხრეს, რომ თითქოს თქვენ ხომ გქონდათ დაპირებული, რომ ეკონომიკური დღე სწორედ დღეს იქნებოდა, თქვენ ხომ 10 დღე? დაანონსეთ, რომ აი 24 რიცხვში გამოვალ და ყველაფერს გამოვაცხადებ. მაგრამ საბოლოოდ რაღაცას ბურტყუნებთ. იმაზე, რომ შეიძლება ოდესმე იქნას რაიმე სანქციები ვიღაცის წინააღმდეგ. ვის წინააღმდეგ დუნდეკ ჯერ არ ვიტყვი. როდის, ისიც უცნობია, მაგრამ ზუსტად იქნება მკაცრი. ამ ყველაფერზე ბესონტმა უპასუხა, რომ გამოცხადებული ეკონომიკური დღე D არის გამაფრთხილებელი გასროლა. შემდეგ მის ციტატა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამაფრთხილებელი გასროლა და უფრო მკაფიო მოლოდინების ჩამოყალიბება შესაბამისი იქნება. აშშ ყველას აძლევს შესაძლებლობას გამოასწოროს არაკანონიერი ქცევა, ხოლო სანქციების დაუყოვნებლივ შემოღებამ გაფრთხილების გარეშე შეიძლება ააფეთქოს გლობალური ფინანსური სისტემა. შემდეგ კი დიდგოს თავის თავს ეწინააღმდეგება, რადგან დასაწყისში შეგახსენებთ თქვა, რომ არანაირ დედლაინს არ დაასახელებს. შემდეგ კი დაამატა ციტატა: ჩვენ მიგოჩნია მნიშვნელოვანია საბოლოო ვადების დაწესება და ადამიანებისთვის გამოსწორების პერიოდის მიცემა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფი იქნება და რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი. ბესონს კიდევ ერთხელ კითხეს: კარგი, რა ვადებია? თუ ვადებს აწესებთ, გვითხარით რა ვადებია? იქ პირობითად ერთ თვეში, ვინც ირანთან ითანამშრომლებს, თქვენზე სანქციები გავრცელდება. ან იქ ერთი კვირის შემდეგ, ან ნახევარი წლის შემდეგ. აბა რა ვადა? ბესონტმა ისევ თქვა: კონკრეტული ვადა არ არსებობს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს სწრაფად ვიმოქმედებთ. მოკლედ, სრული გაურკვევლობა. მაგრამ მნიშვნელოვანი ასევე აღინიშნოს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც შემოიღებს დაპირებულ სანქციებს, მაშინ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს აქტიურად დაუპირისპირდეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, პაკისტანი, კატარი, თურქეთი და ასე შემდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ვაჭრობენ ირანთან. ირანი უკვე მრავალი წელია საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ რეჟიმმა არსებითად არ შეცვალა თავისი ქცევა რეგიონში ან თავისი პოზიცია ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ომმა ირანის ეკონომიკა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო.
ხოლო ორშაბათს ირანის ვალუტის, ანუ რიალის კურსმა ახალ მინიმუმს მიაღწია. ის დაეცა 2 მილიონ რიალამდე 1 ამერიკულ დოლარს. ამჟამინდელი საზღვაო ბლოკადა აშშ-ს მხრიდან ხელს უშლის ირანული ნავთობის უმეტესობის ექსპორტს, რითაც ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს კედავს. მეორე მხრივ, ირანის ხელმძღვანელობა ცდილობდა შეემცირებინა აშშ-ს მუქარის მნიშვნელობა ეკონომიკური იზოლაციის ახალი ტალღის შესახებ და კიდევ დაემუქრა საპასუხო ზომებით იმ ქვეყნებს, რომლებიც იქნებიან ამიტომ ითანამშრომლებენ აშშ-სთან სანქციების დაწესების საკითხში. თითქოს ისინი, ვინც უარს იტყვიან ირანთან ვაჭრობაზე, ირანი მზად არის დასაჯოს ისინი თავდასხმებით, რაკეტებით და უპილოტო აპარატებით. ამავე დროს ირანის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირებმა აღიარეს, რომ ეკონომიკური კოლაფსის საფრთხე საკმაოდ რეალური. ირანის პრეზიდენტმა მასუდ პიზაშკიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არ უარყოფს ეკონომიკურ დეფიციტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ომი სწორედ ეხლა, სანამ ის ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი პოზიციიდან მოქმედებს. ხოლო ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაგირ ღალიბაფმა განაცხადა ციტატა: მიუხედავად იმისა, რა სამხედრო ძალაც არ უნდა გქონდეს, თუ ხალხი შიმშილობს, ხოლო ჩვენ არ გვაქვს ფინანსური ბრუნვა, ეკონომიკური ზრდა და შიდა წარმოება, ვერ გავძლებთ. ამიტომ სწორედ ახლა აშშ-სა და ირანის მხარეები კვლავ მოლაპარაკებებისკენ მიდიან. იმ დროს, როცა ბესენტი სანქციებით იმუქრებოდა, პაკისტანის არმიის სარდალი ფელდმარშალი ასიმ მუნირი თეირანში ირანის პარლამენტის სპიკერ მოჰამად ბაგირ გალიბაფს შეხვდა. დღეს ის სპეციალურად ამისთვის ჩავიდა იქ. და როგორც წყაროები იუწყებიან, აშშ ნამდვილად დაინტერესებულია იმით, რომ პაკისტანმა ირანი კვლავ მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. და როგორც მიხვდით, ყველა ეს სანქციების მუქარა ირანის დათმობაზე დაყოლების მცდელობა. თითქოს თუ არ დათანხმდებით, ნახეთ, ძალიან ცუდი იქნება. მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთი დიდი მინუსი ისაა, რომ მის მუქარებს უკვე ძალიან ცოტა ადამიანი უჯერებს. იმიტომ რომ მთელი ამ ომის განმავლობაში მან უკვე იმდენი ვადა დააყენა, იმდენი ულტიმატუმი გააჟღერა და არც ერთი არ შეუსრულებია. ამიტომ დაიჯერონ თუ არა, ვფიქრობ, თეირანში ხვდებიან, რომ კი, შეიძლება პრობლემები იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამ მუქარებს 100%-ით ენდობიან. აქ სამწებილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ასნახომდის.